გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ღვინის ახალი მარანი გაიხსნა. იდეა სოფლის მკვიდრს გერმანიაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ვაკო ქათამაძეს ეკუთვნის. მისი მიზანი არის, რომ სარდაფში პრემიუმ ხარისხის ღვინოები დააძველოს და შემდგომ ექსპორტზე გაიტანოს. აღსანიშნავი არის, რომ მუკუზნის ბრენდირებულ სასმელებს მრავალი საერთაშორისო კონკურსისა თუ გამოფენის ჯილდო აქვს მიღებული. პირველ რიგში გეტყვით, რომ გიჟდები კახეთზე ესე მიყვარს საქართველოს ეს ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი და გემრიელი კუთხე და ძალიან მიხარია, რომ აი მუკუზანის სარდაფის გახსნაზე ვარ მოწვეული. ძალიან დიდი ქართველი ჩემთვის აღმოჩენაა ეს კაცი, დღეს გავიცანი, ჩავეხუტე, მის დედიკოს ვიცნობდი სხვათა შორის და ბატონი ვაკო ქათამაძე არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი და აი ჩემთვის როგორც ქართველი კაცისთვის არის ზეიმი და ბედნიერება აქ ყოფნა დღეს და აღმოჩენა ამ სასწაულის რაც აქ ვიხილე. არის ზეიმი და ბედნიერება აქ ყოფნა დღეს და აღმოჩენა ამ სასწაულის რაც აქ ვიხილე. თითოეულ მარანს ძალიან გულშემატკივრობ, რადგან ესეთი ლოკაციები გვექნება, ეს მის მაუწყებელია, რომ ტურიზმიც უფრო განვითარდება, უფრო მეტ ტურისტს ვიხილავთ ჩვენს რაიონში და მეტი ცნობადობა. ამასთანავე თვითონ მარანს რაც შეეხება ძალიან ბევრი წარმოსადეგი და არაერთ დაჯილდოებაზე მედალოსანი ღვინოები აქვს უკვე. დღეს უბრალოდ პრეზენტაცია, თორემ მარანი როგორც მარანი უკვე ფუნქციონირებდა. დღეს ამასგით უკვე ვინც ტურიზმშია ჩართული, იმას ურჩევდი, რომ აუცილებლად ერთი ლოკაცია ესაიღონ და ჩამოსული სტუმრები აქაც აუცილებლად მოიყვანონ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ღვინოები დახვდებათ. ჩვენ არ ვართ დიდი მარანი, მაგრამ ასორტიმენტი გვაქვს საკმაოდ დიდი. იმიტომ რომ ვაწარმოებთ პატარა რაოდენობით, მაგრამ ხარისხიან ღვინოებს. ჩვენ ვართ ისეთი მარანი, რომელიც მუშაობს პრემიუმ სეგმენტზე. პრემიუმ სეგმენტი